3 კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს და 20 მატჩს კი არა 25 მატჩს რო წარადგინოს შესაძლოა არის გაფართოებული ხთომის ფარგლებში უკვე სადაც ხდება პატრიარქის არჩევა იქ საერთოდ რაღაც კონფიგურაცია შეიცვალოს და წამდგენებმა აზრი შეიცვალოს. ხო, ანუ ეს დაშვება მაინც უნდა ხო, ეს დაშვება უნდა არსებობდეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ აი ამ სინოდის ხდომის მოლოდინში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან რაღაც არაჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს მთლიანობაში. სამწუხაროდ ქართული ინტელექტუალური გონის მიღმა დარჩა მთლიანად ეს პროცესი. არ გაიხსნა არანაირი დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ რატომღაც საპატრიარქოს წარმომადგენლებას და სხვებმაც ხელისუფლების წარმომადგენლებას ესე თითი უქნიეს ხალხს, რომ თურმე ამ საქმეში არავინ არ უნდა ჩაერიოს. ქრისტიანებს აუგზალეს, როგორც იტყვიან, თქვათ, საკუთარი აზრის გამოთქმა და ხედვის წარმოდგენა, თქვა, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც გველოდება და მე მუდმივად ვიმეორებ, რომ ეს ეგზისტენციალური საკითხია და ჩვენ ხშირად გვავიწყდება, თუნდაც რუსეთის საგარეო დაზვერვის გაკეთებული განცხადება და ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებული, ვთქვათ, ეს რუსი ბლოგერების გარკვეული ფრაზები, რომელიც ისმის მე მაქვს ინფორმაცია, რომ გასულ კვირას რუსეთის საგარეო, ესე იგი რუსეთის საპატრიარქოს საგარეო სამსახურის ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ანტონმა, რომელიც ეს ცვლის ალფეებს, შესაბამისი ანგარიშებიც მოისმინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით, აი ამ მასა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები არის. ისინი კარგავენ გავლენის უდიდეს წყაროს, თუ აქ საკუთარ კონფიგურაციის გათამაშებას ვერ შეძლებენ. ასე უყურებენ ამ პროცესს. ახლა იმის განცხადებენ, არიშკინის განცხადებაც. ხო შეიძლება უფრო მეტად აქ იკითხებოდა, რომ მათ არ იციან რა შეიძლება უშვებენ რომ რაღაც შეიძლება ისეთი მოხდეს, რომ მათი კონტროლის მიღმა დარჩეს და ამის გამო ისინი ასეთ განცხადებებს მაგ დროს აკეთებენ, ხომ სწორედ? ხო, მაგრამ აი უყურე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, ჩვენ ვიცით ესე იგი მიტროპოლიტი ტიხონი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, მას მიიჩნევენ კირილის მომავალ შემცვლელადაც კი და პუტინის ვთქვათ პირდაპირ კავშირზე არის პუტინთან და მისთვის არის ჩაბარებული აი ეს ახალი რუსეთის იდეა. აი ეს ადამიანიც რო ერთვება აი ამ საქართველოში მიმდინარე პროცესების ანალიზში, ინტერესში და ასე შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი სახელმწიფო ვერტიკალი არის აქ დაინტერესებული და მე სრულად მებადება კითხვა, თავი დავანებოთ ახლა ქართული ოცნება ვის უჭერს მხარს და ასე შემდეგ. პირობითად ვთქვათ, ხო? სახელმწიფო როგორც ასეთი უზრუნველყოფს ჩვენი ეპისკოპოსების ამ შემთხვევაში რუსული გავლენის მიღმა ყოფნას, იცავს მათ ინტერესებს, ანუ იცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს, თუ უნისონში უყურეთ როგორი სიტუაცია არის, იმის მიუხედავად რომ დღეს ყველა ამბობს რომ ჩვენ მივიღებთ ესეთ გადაწყვეტილებას, ჩვენ ჰიბრიდული ომის პირობებში ვცხოვრობთ. და როდესაც რუსეთს ამ სიდიდე სახელმწიფოს აქვს აი აქ რაღაცა ესეთი ინტერესები, რა ბარიერები არის იმასთან მიმართებაში, რომ ამ ინტერესების რეალიზაცია არ მოხდეს. და ქართულ საზოგადოებას მე აი ესე ვიტყოდი, რომ აი რაც საყვედურით რაც დავიწყე, ხო, არც დისკუსია დაიწყო, არც არაფერი და ინტელექტუალური რეგრესი, რომელიც არსებობს ქართველი ხალხის უმრავლესობა მრევლში, მოდით ესე ვთქვათ, რომლის უმეტესობა მამაო ჩვენოც კი არ იცის, მაგრამ მრევლის წარმომადგენელია, ხო? ჩვენ ხვალდაზე შესაძლებელი არის მივიღოთ მოცემულობა, რომ ამ ინტელექტუალურ რეგრესიდან ინტელექტუალურ ოკუპაციაში აღმოჩნდეთ საერთოდ. მოცემულობა ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე არის, ქუშქუშნა იგი უგულავენ გამოაქვეყნა მიმართვა სინოდის წევრებისადმი და ძალიან სწორად ასე ვთქვათ, აღწერა ვითარება იმ გაგებით, რა არჩევანის წინაშე დგანან სინოდის წევრები. ყოველგვარი ზედმეტი პერსონალური შეფასებების გარეშე. არჩევანი ძალიან ნათელია. მიტროპოლიტი შიო განასახიერებს ქართულ ოცნებასთან მეტ შერწყმას
და მეტ გაპოლიტიკურებას, გაპარტიულებას ეკლესიისას, იმიტომ რომ ფაქტია რომ მან მე კიდევ ერთხელ მას პერსონალურ ამბავზე კი არ არის, უბრალოდ ფაქტია რომ ის ამდენი ხანია მოსაყდრე და მისი და მასთან დაკავშირებული ხალხი ხო ვინც არიან ამას აკეთებენ სამწუხაროდ, რომ აი ეს პარტიულ სტრუქტურებთან შერწყვა ხდება ივანიშვილთან. და ეს როგორ უნდა შეიცვალოს, ცოტა რთული წარმოშადგენია. ერთ-ერთი განყოფილებად არის აპატრიარქო ხო, აი როცა ოცნება სჭირდება რომ რაღაცა კანონპროექტზე უცებ, როგორც რა ვიცი, ვიღაცა გააკეთებს განცხადებას, ისე აკეთებს საპატრიარქოს ეკონომიკური უწყება და ეს ძალიან დამაზიანებელია, ხო? ამას ერთად როგორ შეძლებს ის რომ აი 9 წელია ვერ შეძლო რომ ის კითხვები არსებობს, შეკიდე გახდება თუ რა პატრიარქი. მეტი სერიოზული კითხვები არსებობს და ანუ ვერ შეძლო ამაც 9 წელიწადში მან ამის მომაგრება სიტუაციის და ძალიან რთული იქნება. მეორე კანდიდატი არის მეუფეიობი და მეუფეიობთან დაკავშირებით არსებობს გასაგებია რომ მას მეტრაკლებად ყველა პატივს ცემს იმის გამო რომ ნამდვილად ბერია, მე სულ ამას ვიძახი რომ ის არის ნამდვილად ბერი, ბევრისგან განსხვავებით, გამგებელი კი არ არის ბერია. მონასტერში ცხოვრობს, მონასტრებს აშენებს, მაგრამ მას რამდენად შეუძლია მე ამ მთელი ინფრასტრუქტურის ძალიან ისე კონტროლი ხო, მონასტრებში 20 წლის ბიჭები, რომლებიც ბოლომდე არ ესმით ბერმონაზნობა რა არის, ეს მის ეპარქიაში დიდი პრობლემაა მათ შორის, ხო? და რამდენად შეძლებს ის რომ უწინამსხვროს ამხელა ეკლესიას ესეც გამოწვევა და არსებობს კიდევ რაღაც მესამე ვარიანტები, რაღაც ვარიანტები შედარებით ისეთი დამამშვიდებელი, რაც ახლა ალბათ ყველაზე საჭირო არის. მე კიდევ ერთხელ არა საერთოდ არ მაქვს რომ ვინმეს უჭერ მხარს და ის მინდა და ის არა ამაზე არ არის ეკლესიას იმას დიდი გამოწვევები უდგას, ვიდრე ცალკეული კანდიდატების პიროვნება და მათ ხასიათი და უხასიათობა. არის პრობლემები, ყველა უნდა გაითვალისწინოს. როგორ ხედავთ თქვენ აი ამ ვითარებაში მე ისე აი გუშინ დავეთანხმე კიდეც გიგი უგულავას აი ამ ხედვასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოებრივ კონტექსტში იყო მაინც მთლიანობაში გააზრებული, მიუხედავად იმისა, რომ დაისვა კითხვა თქვენ სად იქნებითო, ესეც კითხა მათ, მაგრამ ეს სახელმწიფოებრივ კონტექსტიდან გამომდინარე, მე პატრიარქის გარდაცვალებიდან ამდენიმე დღის შემდგომ დავწერე და ისევ ამას ვიმეორებ, რომ თითქმის უნისონში მოდის ეს, მაგრამ ჩემთვის არის აი ფრაგმენტირებული რამდენიმე საკითხი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც დგას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, ეს არის შიდა დაპირისპირება, რომელიც ეკლესიაში არსებობს და ამას ვერ გავექცევით ვერანაირად. იმიტომ რომ აი არსებობს აი პარტიული კლანი, რასაც ქვია ხო, რაღაც ქართული ოცნების იდეოლოგია, პროპაგანდის განყოფილებასავით არის რაღაც ახლა საქართველოს საპატრიარქო. ამიტომ ეს დაპირისპირება იდეოლოგიური შიგნით აქვთ, ეს ერთი არსებობს ეს ეგზისტენციალური საკითხი რუსეთის ორბიტაზე ყოფნა არ ყოფნასთან მიმართებაში და რა მექანიზმით შეიძლება ამას დავახციოთ თავი თუ სრულ აფილაციაში მოვხვდებით და სრულად იქნება მთლიანობაში გამგებელი რუსეთი ყველაფრის, მან ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, ხო, რუსული ეკლესიის გავლენა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ დრომდეც იყო, მაგრამ ილია მეორე ყოველ შემთხვევაში გარკვეულწილად ახერხებდა, რომ აი მაქსიმალური ჩართულობა არ ყოფილიყო და აი ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარკვეულ იზოლაციაში მოქცევა თუნდაც სხვა ეკლესიებისგანაც, ხო? იმას ნიშნავდა, რომ გარკვეული უსაფრთხოების ნორმები ამ მიმართულებით თითქოს დაცული იყო ზედმეტი ჩარევისგან. აი ამიტომ ეს საკითხი მოსაგვარებელია, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელი არის საკითხი საზოგადოების ნდობასთან დაკავშირებით, რომელიც იკლებს ყოველდღიურად და თუ ჩვენ მივიღებთ იმ ვითარებას, რა ვითარებას შესაძლო არის დღეს რუსულ სცენაში იჯდეს, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვიცი ხა ვინ შერჩება მერე მრევლად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ხო, ამაზე კარგად უნდა დაფიქრდეთ, რომ აქ არის მარტო გეოპოლიტიკური საკითხები, კი არა, პირველ რიგში აქ არის სულიერი საკითხები, აქ არის პირველ რიგში ის, რომ საჭიროებებს უნდა უპასუხოს ეკლესიამ ადამიანის გამოწვევებისა, ხო. საკითხი მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასე დაღუპავენ ეკლესიას, ასე ამ შერწყმით ოცნებასთან. დამთავრდება ერთხელ ოცნება და ეკლესია ხო მაგდროს ვარ უნდა რა თქმა უნდა და აი ეს არის ზუსტად ქართულმა ოცნებამაც უნდა იცოდეს სტრატეგიულ ხედვაში რაღაცა პერიოდში რაც არ უნდა პერიოდი იყოს მისი მართლობამ შესაძლოა არის მას ისევ კი არა სახელმწიფოს დაუბრუნდეს თუდად. ამიტომ დღეს თუ საერთოდ რაიმე პერსპექტივებზე არის სახელმწიფოებრივ პერსპექტივაზე საუბარი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ არ ვიცი, ვთხოვოთ რაღა დაგვრჩა მეტი ეპისკოპოსებს, რომ სინდისთან
მიმართებაში მოიქცნენ სწორად, ეს ერთია, მაგრამ მეორე არის იქაც იჭედებიან, იმიტომ რომ ზოგი სინდისი შეიძლება მოითხოვდეს იმას, რომ ვიღაც კონკრეტულ პირს დაუჭიროს მხარი და ზოგი სინდისი კიდე სხვა რაღაცას, მაგრამ აი ამ შემთხვევაში, როცა სინდისთან მიმართებაში ვსაუბრობ, აქ ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭიროება, განვითარება ერთმანეთს პერსპექტივაში უნდა ემთხვეოდეს და ასე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ სინდისით და არა ისე რომ ახლა მე იმას ვიღაცის ვალი მაქვს ადამიანური და რო არ დაუბრუნო ეს ვალი არ გამოვაო რო ვიფიქროს ვინმე. უბრალოდ ღმერთთან დარჩნენ ერთად და ქრისტე დააბრუნონ ეკლესიაში. მეტი ჩვენ არაფერი არ გვინდა ამათგან. არც ამ ეკლესიას არაფერი. მართლა პატრიარქი ის კი არა პროდასავლელი და პრორუსკი არა და ის კი არა მიმარჯვენე და მემარცხენე. მაგას საერთოდ არ არის. ეკლესიაზეა საუბარი. მორწმუნე უნდა იყოს. წირვალოცვა უნდა უყვარდეს. ლოცვა უნდა უყვარდეს. უნდა ხედავდეს თავის ხედვით უნდა იყურებოდეს ეკლესიისაკენ და არა რაღაცა უბედური პოლიტიკური საკითხებისაკენ, რომელიც საერთოდ არაფერს არ წუხს. გახსოვს დისკურსში რომ შემოვიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროდასავლური ფთაო და ერთ-ერთი ვიყავი, რომელიც ყვიროდი რომ არ შეიძლება, აი ასე არ შეიძლება. ვიღაცამ მოინდომა ეთქვა ეს, იმიტომ რომ აი პრორუსული თუ არის, აი პროდასავლურიც არის. არა, არ არსებობს პროდასავლური ფთა. შეიძლება არსებობდეს პრორუსული, მაგრამ ეკლესია უნდა იყოს ქრისტიანული და მართლმადიდებელი. ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს შემხიდებელი. ხო? და არა ისე რომ ვიღაცის გარკვეული იდეოლოგიის გამტარებელი და ახლა ვიღაცამ იქ პოზიორობა კაპიტოლიუმის წინ გააკეთოს, ბრიუსელში, ნატოს შტამბირაში იაროს და ასე შემდეგ. ეს იდეოლოგიურად არ ცვლის ამათ მსოფლმხედველობას. იმდენი იარეს 2016 წლიდან არაფერი არ შეცვლილა. ნამდვილად. ის რა ქვია და აქ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის. აი, როდესაც თავიდან საყვედურით დავიწყე და იგივე რამეს არ ჩავერევით და არ ვერევით. რაში არ ვერევით? აი, რაში არ ვერევით მითხარით, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ბედში უდიდესი წვლილი აქვს ეკლესიას. ყოველი არჩევნების შემდეგ აი ასე პოლიტიკური ინსტრუმენტი თუ იქნებიან ამა თუ იმ პარტიის, ხო? დღეს ერთი ხვალ მეორის ვისგან რა სარგებელს მოელიან, ხო? ახლა ეს წყევლა კრულვა გადასარევად იციან ამათ. ლოცვა არ იციან. უმეტესობამ ლოცვა არ იცის, თორე წყევლა გადასარევად იცის და ის რა ქვია ღმერთი დაგჯის ამისი თქმა. ხო, ამ ბოლო დროს კი იძახის ის რა ქვია მოსაგდრე სიყვარულზე აკეთებს სულ ბოლო ქადაგებებში და რაღაც განცხადებებს სიყვარულთან მიმართებაში, მაგრამ ესეც იმდენად არ ვიცი რა საფერი სიტყვა მოვიტანო ახლა აქ იმდენად აცდენილია ყველაფერს თუნდაც 2-3 წლის ბოლო პერიოდის პროცესებთან მიმართებაში ხო რომელიც სიყვარულზე ლაპარაკობს თავისი თანამოქალაქეების სიყვარულზე თუ ქრისტეს სიყვარულზე თავდალეწილი ბავშვების სიყვარულზე ლაპარაკობს რომელსაც არ გამოესარჩლა და გვერდით არ დაუდგა არა სახელმწიფოების არაფერი უნდა გამოსულიყო დღეებში და მიტროპოლიტ შუას უნდა თქვა რომ ის რაც ხდება არასწორია ხო არა ხელისუფლების რა თქმა უნდა არა ძალადობის აი ამ ძალადობის საპირისპირო სხვა დისპოზიციაში იქნებოდა ახლა რა თქმა უნდა აბსოლუტურად სხვა პოზიციაში აი უყურე გახსოვს ბულგარეთის მიმცემი არ აღმოაჩნდა გვერდით ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააკეთა თავის დროზე ესეთი რაღაცა რა მათ თქვეს რომ ჩვენ ვიყავით საბჭოთა გავლენის ქვეშ ვინანიებთ ამას და ვიწყებთ საქმიანობას ბულგარეთისთვის ეს იყო ერთგვარი ლუსტრაცია ეს შანსი ყოველთვის არსებობს შიოსთვის კი არა ყველასთვის არსებობს ეს შანსი ყველასთვის არსებობს დედამიწის ზურგზე რომ ღმერთისგან წავიდეს ეს შანსი და ახლა მაინც რო იმას აკეთებს ადამიანი რომელსაც ალექსი ბერზე წიგნი აქვს დაწერილი და იმას კითხულობს რომ რუსეთმა რა დაუშავა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასო აი მითხარით რა ზიანი მიაყენა ესეთიო ასეთი კითხვა როცა აქვს ეპისკოპოს კორეპისკოპოს მიტროპოლიტს და მოსაყდრეს დასმული არაერთხელ არაერთ მეცნიერთან არაერთ ადამიანთან
ხო? აი იქ რაზე ვილაპარაკოთ მითხარ, მაგრამ იქაც არსებობს გადარჩენის შანსი, იქაც არსებობს ყველაფრის შანსი, უბრალოდ არ შეიძლება ჩვენ წავიდეთ ქართული სახელმწიფოს დაზიანების გზის იმის მიუხედავად, ვინ იქნება ქართული სახელმწიფოს მართველი კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში. მადლობა გოჩა მირცხულავა იყო ჩვენთან ერთად.